ქართული ოცნების მდიდარი დეპუტატებისთვის სანქციების საფრთხე ახლოვდება. ეს ანტონ ობოლაშვილია, ორი მოწვევის პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი მდუმარე დეპუტატებს შორის, რომლებიც ლიდერის დავალებებს უსიტყვოდ ეთანხმებიან. ობოლაშვილის ფინანსური რესურსი მილიონობით ლარის უძრავ და მოძრავ ქონებას მოიცავს. ფლობს ფარმაცევტული კომპანიის 100% ანძილს და ქვეყანაში მედიკამენტები ევროპიდან შემოაქვს. ანტონ ობოლაშვილი ევროპარლამენტის 400 დეპუტატის აზრით, ევროპულმა სახელმწიფოებმა ეროვნულ დონეზე უნდა დაასანქცირონ. როდესაც მათ მოუნდებათ კონკრეტული ბიზნეს ურთიერთობების ასე ვთქვათ დამყარება ევროპის ქვეყნებში, ყოველ ჯერზე, როდესაც მათი პროფილები და მათი ბიოგრაფიები იქნება შესწავლილი პოტენციურ პარტნიორების მიერ, რა თქმა უნდა, ისინი ნახავენ, რომ არსებობს რეზოლუციები და განცხადებები, სადაც მათი როლი არის გამოკვეთილი და უარყოფითი როლი ქვეყნის განვითარებაში. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ის, რომ ისინი იქ არიან ნახსენები, ეს არის პრობლემა. ივანიშვილის გარემოცვაში ანტონ ობოლაშვილი არ არის ერთადერთი, ვინც ევროპარლამენტის შავ სიაში მოხვდა. ამ სიაში ოცნების კიდევ ერთი მილიონერი დეპუტატი გოჩა ენუქიძეა. ბიზნესმენი პოლიტიკოსისთვის სანქცირების კანდიდატად დასახელება უკვე სერიოზული პრობლემაა, რადგან პირთან, ვისაც შეიძლება ნებისმიერ დროს სანქცია დაედოს, უცხოელი ინვესტორები არ ურთიერთობენ. უცხოური ბანკები მომსახურებისგან თავს იკავებენ. ასე მოხდა ივანიშვილის შემთხვევაში, რომელსაც შვეიცარიულმა ბანკმა მილიონები როგორც თავად ოლიგარქი ამტკიცებდა, ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე გაუყინა და სანქციების დაწესებას არ დაელოდა. როგორც კი ნებისმიერი პარტნიორის რეპუტაცია თუნდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება, ჩათვალეთ, რომ მას აქვს ძალიან მწირი შესაძლებლობა იმისა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს პროექტები განახორციელოს სხვადასხვა პარტნიორებთან. მერწმუნეთ, ესეა მთელი ევროპული ბიზნესი აგებული, ესეა ამერიკული და არა მარტო ამერიკული, ნახეთ, მსოფლიო თანამეგობრობის წამყვანი ქვეყნების ბიზნესები აწყობილი. და არა მარტო სხვათა შორის ის ქვეყნებიც კი, რომლებიც შეიძლება იყოს განხილული როგორც არადემოკრატიული ქვეყნები, ისინიც კი ეძებენ ისეთ პარტნიორებს, რომელსაც აქვთ მნიშვნელოვანი სტაბილური რეპუტაცია. იმიტომ რომ ბიზნესისთვის რეპუტაცია, მდგრადობა, მე ვიტყოდი და განვითარების პერსპექტივა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი. ოცნების მილიონერი წევრების გარდა ევროპარლამენტის სანქცირების სიაში მოხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. ჩნდება კითხვა, როგორ გააგრძელებენ ევროპული საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ურთიერთობას საქართველოს ისეთ მთავარ ბანკერთან, რომელიც შესაძლოა ევროპარლამენტის რეზოლუციის საფუძველზე ნებისმიერ დროს დაასანქცირონ. რეზოლუციით ჩვენ ვხედავთ, რომ უზარმაზარი მხარდაჭერა აქვს ქართულ ხალხს და მათ ევროპულ მომავალს და ამავე დროს ძალიან ნათელია, რომ ფასი, რომელსაც გადაიხდის ოლიგარქი ივანიშვილი, იქნება ძალიან მაღალი. ევროპარლამენტის რეზოლუცია განსაზღვრავს პოლიტიკას სრულად ევროკავშირისთვის და დააკვირდით წინა რეზოლუციებზე რო ამბობდნენ, რომ არაფერი ფასი არ აქვს, რომ წინა რეზოლუციებს, სწორედ იმ რეზოლუციების შედეგად მოხდა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ევროკავშირის მხრიდან. ზუსტად ასე იქნება ახლა. ევროპა ღიად ამბობს, რომ ასეთ ვითარებაში თუ ასე გააგრძელებს საქართველოს განვითარებას, ჩვენ უნდა გადავხედოთ საერთოდ და საქართველოსთან ურთიერთობის ფორმებს, იქნება ეს სტატუსი, იქნება ეს ვიზო მიმოსვლათული, იქნება ეს სავაჭრო ურთიერთობები. თუმცა მთავარი რაც ყველაზე მეტად ქვეყნის უკან დახევას აჩვენებს პიტერ ფიშერის პოსტია სოციალურ ქსელში. ევროკავშირი ახლა მოლდოვისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე მუშაობს, რათა ქვეყანა მოლაპარაკების გზაზე წინ წავიდეს. საქართველო არათუ ტრიოს ჩამორჩა, არამედ პროცესი საერთოდ გაჩერდა. პასუხისმგებლობა კი მხოლოდ ივანიშვილს ეკისრება. 1,8 მილიონი ევრო. ეს თანხმზადდება ევროკავშირის მიერ მოლდოვისთვის 2025-2027 წლებში ევროკავშირის წევრობისთვის მოსამზადებლად. ამასობაში საქართველოში ზოგიერთი გამოთქვამს შეშფოთებას, რომ Deep State-მა შესაძლოა გაანადგუროს ევროკავშირი. როგორც ევროკავშირის მოქალაქე არ ვიზიარებ ამ შეშფოთებას. ქართული ოცნება როგორც მოსალოდნელი იყო, ევროპარლამენტის რეზოლუციას სერიოზულად არ მიიჩნევს და ევროპისგან მომდინარე კრიტიკას ტრადიციულად Deep State-ის გავლენებს უკავშირებს. თუმცა როგორც ჩანს, კონკრეტული სახელების დასახელება ივანიშვილის პარტიას მაინც აწუხებს, რადგან თავს ოლიგარქივით ყველა ვერ დაიცავს. ამ რეზოლუციაში არაერთი სახელი ვნახეთ, პირდაპირ ეს არის იერიში ამ ადამიანებზე, რომლებიც ემსახურებიან სიმართლეს. ახლა ჯერი ცალკეულ სახელმწიფოებზეა. საერთო გადაწყვეტილებას ევროკავშირი ვერ იღებს. სანქციების დაწესებას ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება. ამ ეტაპზე ეს უნგრეთისა და სლოვაკეთის გამო შეუძლებელია. შესაბამისად, რეზოლუცია წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს ეროვნულ დონეზე ინდივიდუალური სანქციები დააწესონ.